მოგესალმებით, მე ვარ შოთა კინწურაშვილი და სოციალური სამართლიანობის ცენტრთან ერთად წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას ქრისტიანობა და თანამედროვეობა. დღევანდელი პოდკასტის თემა იქნება საეკლესიო სამართლის არსი, მნიშვნელობა და მიზანი მართლმადიდებელ ეკლესიაში. რა ადგილი უკავია მართლმადიდებელი მორწმუნეების სასულიერო საეროპირის ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ თეოლოგიურ დისციპლინას? როგორ ფორმირდა საეკლესიო კანონმდებლობა და რამდენად მიესადაგება თანამედროვე ეპოქაში პირველ 1000 წლებში დადგენილი საეკლესიო კანონები. შეიძლება თუ არა მისი გადახედვა და შეცვლა, ან სულაც ახალი კანონების სახეცვლილის სახით მიღება. როგორ ირჩევა დღევანდელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში საეკლესიო დავები და სად უნდა ეძებოს ამავე ეკლესიაში სამართალი მისმა წევრმა, მორწმუნე მართლმადიდებელმა ქრისტიანმა. ამ თემის გარშემო ვისაუბრებთ საეკლესიო სამართლის სპეციალისტთან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამართლის კათედრის ხელმძღვანელთან, დეკანოს ლონგინოს სუარიშვილთან. მოგესალმებით მამა ლონგინოს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და თავისთავად ჩვენი სასაუბრო თემა არის როგორც შესავალში ვახსენე საეკლესიო სამართალი მართლმადიდებელ ეკლესიაში და მისი მნიშვნელობა და პირველი კითხვაც ჩემის მხრიდან თქვენთან მოწვეულ სტუმართან და საეკლესიო სამართლის სპეციალისტთან შემდგომი იქნება რომ შეძლოთ რამდენიმე სიტყვით, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რომ საეკლესიო სამართლის მნიშვნელობაზე და მიზნებზე რომ გვესაუბროთ მართლმადიდებელი ქრისტიანის და ზოგადად ქრისტიანული ეკლესიის წიაღში. მოგესალმები შოთა, მივესალმები ჩვენს მსმენელს. უპირველესად დიდი მადლობა მოწვევისათვის და დაინტერესებისათვის ამ საკითხით. პირდაპირ გადავალ თემის ახსნაზე. საკმაოდ ურთულესი სფეროა და რთულია ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა, მაგრამ შევეცდები ჩვენი მსმენელისათვის გასაგებენაზე ავხსნა თვითონ საეკლესიო სამართლის რაობა. მაგრამ ვიდრე ჩვენ უშუალოდ საეკლესიო სამართლის რაობის ახსნაზე გადავალთ, ალბათ მნიშვნელოვანი კი არა და აუცილებელიც არის ზოგადად თვითონ სამართლის ცნებაზე, სამართლის რაობაზე მოკლედ ჩამოვაყალიბოთ თუ რას გულისხმობს ეს ცნება. სამართალში დღესდღეობით ხა ბევრი მოიაზრებს ზოგადად სამართლის სამეცნიერო დისციპლინას, თქვა თუნდაც ნორმატიული აქტების ერთობლიობას, სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ კანონებს და აი ეს დაგროვილი მასალა რაც არის და მათი ასე თქვა სხვადასხვა სეგმენტებად დაყოფა, თქვა კერძო სამართალი, საჯარო სამართალი, ეს კერძო სამართალი კიდევ ცალკე სეგმენტებად არის ჩაშლილი და ეს გვაქვს ცალკე საბანკო სამართალი, სამედიცინო, რავი, ვაჭრობის სამართალი, მეღვინეობის და რავი, უამრავი, ხო? დაშიც უკვე ცალკე სპეციალისტდება ადამიანი და ყველა მათგანს ქვია სამართლის ასე თქვა სპეციალისტი ან სამართალმცოდნე. თუმცა ეს არ გახლავთ სამართალი თავისი ნატურალური გაგებით, რასაც ის თავის თავში გულისხმობს და რა. ეხლა მოკლედ რო გადავიდეთ, აი თუნდაც როგორც ბერძენი კანონმცოდნეები და პროფესორები აღნიშნავენ და თუნდაც აი ჯერ კიდე ანტიკური ეპოქიდან ხა სხვადასხვა ფილოსოფოსების განმარტებაც არსებობს ამაზე ამცნების, მერე მოგვიანებით კიდე სხვადასხვა ასე თქვა ღვთისმეტყველების თუ თვითონ აი ამ სამართლის მკვლევარების მიერ. არის სხვადასხვა განსაზღვრებები შოთა, მაგრამ შეიძლება ეთქვას, რომ სამართალი ზე ვერ ვიტყვით კონკრეტულად, აი რო ჩავშვა ჩარჩოში რა არის სამართალი, ესეთი აბსოლუტური განმარტება სამართლის არ გაგვაჩნია. ყველა ის განმარტება, რაც კი ჩვენამდე არსებობს, თქვა ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული დღევანდელ თანამედროვე თქვა ეპოქამდე, ხო? ეს არის ასე თქვა ცალკეული მხარეების სამართლის. ანუ მისი ასე თქვა გამოვლინებების განსაზღვრება და არა ის რომ თქვა მისი არსი იყოს აი ამ განსაზღვრებით მოცული. აქედან გამომდინარე და შეუძლებელიც არის სამართალი აი ამ ჩარჩოებში მოვაქციოთ და რატო? რომ სამართალი ეს არის, მოკლედ რო ვთქვათ, საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება. გამომდინარე იქიდან რომ რთულია ჩვენ ყოველთვის განსაზღვროთ, როდისა ეს საჭირო დრო და ამა თუ იმ ასე ვთქვათ საჭიროებისას რა იქნება სწორი გადაწყვეტილება, აი ამის განსაზღვრება ძალიან რთულია. ამიტომ წინასწარ რთულია ჩვენ ჩამოვაყალიბოთ რა არის სამართალი. შეიძლება ითქვას მაინც რომ უფრო გასაგები გახდეს მენელისათვის, რომ სამართალი ეს არის ყველა ეპოქაში, ყველა ადამიანზე და მათ ობიექტურ მოთხოვნილებაზე მორგებული ნორმა. რითაც ადამიანები საზრდოობენ.
შეიძლება ითქვას, კაცობრიობა, მიუხედავად მათი მრავალფეროვანი კულტურისა, რელიგიური მრავალფეროვნებისა, ყველა მათგანი იყო სამართლის ძიებაში. ანუ ამ ხრივ გამონაკლისი არც ერთი კულტურა და არც ერთი ეპოქა არ ყოფილა. კიდევ ვამბობ, განურჩევლად მათი განსხვავებული კულტურისა, რელიგიური შეხედულებებისა, ცხოვრების წესისა თუ ასე შემდეგ. ეს არის ასე ვთქვათ ადამიანში თან დაყოლილი სწრაფვა, რომ ეძიოს სამართალი და ამით იცხოვროს. და რადგანაც მე წეღან თქვი, რომ რთულია განსაზღვროთ, როდესაც საჭირო დრო და ამა თუ იმ დროს რა იქნება სწორი გადაწყვეტილების მიღება, და შეიძლება კითხვა გაჩნდეს, კაი, გაჩნდა ესეთი მოთხოვნილება და საჭირო სწორი გადაწყვეტილების მიღება. და ვინ უნდა იყოს ის ავტორიტეტი, რომელიც საჭირო დროს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მიიღებს და ჩვენ შეგვიძლია თამამად ვენდოთ აი ამ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება. აი სწორედ აი ამ მექანიზმის შესამუშავებლად დაიწყო კაცობრიობამ ფიქრი, რომ რა მექანიზმი უნდა შემუშავებულიყო ისეთი, რითაც დადასტურდებოდა სამართალი, ანუ მოხდებოდა მისი დადგენა. და ერთ-ერთი ესეთი მექანიზმი და ყველაზე უნივერსალური, რომელიც დღემდე არსებობს, ეს არის კანონმდებლობა. სწორედ კანონების მეშვეობით დაიწყეს ადამიანებმა სამართლის დადგენა. და ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ უძველესი უხსოვარი დროიდან შეიქმნა ეგრეთ წოდებული ჰამურაბის კანონები, შემდეგ შემოდის უკვე რომის სამართალი, გვაქვს ყველაზე უძველესი კანონები 12 ტაბულის სახელით ცნობილი კანონები და საბოლოო ჯამში, როგორც იურისპრუდენცია და სამართლის სფერო, ყველაზე მეტად ეს რომში განვითარდა და რომის სამართლით გახდა ცნობილი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი სამართლის სახით არის ისტორიაში ცნობილი. იწყება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500-მე-4 საუკუნეებიდან და გაგრძელდა ვიდრე ბიზანტიის დაცემამდე, რომელსაც უკვე მას ბერძნულ-რომაული სამართალი ეწოდებოდა. ამით რისი თქმა მინდა, რომ ჩვენ ეს საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ადამიანები სამართალში მოეზრებენ თითქოს და კანონების ასე თქვათ კრებულს, რაც არის თავმოყრილი. რეალურად რო ავიღოთ, კანონი არ წარმოადგენს სამართალს. კანონი არის მექანიზმი, ან მოდი ასე ვთქვათ, იარაღი, რისი საშუალებითაც დგინდება სამართალი. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კანონის ავტომატური ამოქმედება და გამოყენება ყოველთვის არ ნიშნავს სამართლის დადგენას. და აი ამისი ყველაზე ნათელი მაგალითი არის თავად სახარება. აი რო ავიღოთ ახლა სახარებაში, ხო, ძველი აღთქმის ებრაელები მოსეს რჯულით ცხოვრობდნენ, ანუ კანონით, რომელიც მისცა უკარნახა ღმერთმა მოსეს და მოსე მოახდინა მისი წერილობითი ფიქსაცია. მაცხოვრის განკაცების დროს იმ დროის ებრაელები სწორედ მოსეს რჯულით ხელმძღვანელობდნენ. და ჩვენ ვიცით, რომ მოსეს რჯული დადგენილი იყო შაბათის უქმობა, მისი მკაცრი დაცვა და სხვადასხვა დარღვევებზე თუ დანაშაულზე შესაბამისი სანქციების დაკისრება და თქვათ სასჯელების დადება, ხო? აი ორი ესეთი ეპიზოდი რო გავიხსენოთ. თქვათ ერთი, როდესაც შაბათს არღვევენ მაცხოვრის მოციქულები. ერთი ეს არის, როცა შაბათ დღეს ყანაში გადიან და იწყებენ თავთავების მშვენებას და სჭამას და ეს ასე თქვათ იუდეველმა სამღვდელოების წარმომადგენლებმა შრომად ჩაუთვალეს და მოსეს რჯულის დარღვევა დააყვედრეს მაცხოვარს, რომ შაბათს რატო შრომობენ მისი მოციქულები და იგივე შაბათს, როდესაც უძლურებაში მყოფი ადამიანი განკურნა მაცხოვარმა, იქაც მაცხოვარს ეს შრომად ჩაუთვალეს და შაბათის დარღვევად. და მაცხოვრის აი ეგორი უნიკალური პასუხი ამაზე, რომ რა თქმა უნდა, მან არ უარყო შაბათის არსებობა, ანუ ის რაც რჯულმა განსაზღვრა, მაგრამ მან თქვა, რომ არა თუ ადამიანია შაბათისათვის, არამედ შაბათი ადამიანისათვის შექმნილი. ანუ ამით მაცხოვრმა რა წარმოაჩინა, რომ კანონს მშრალად კი არ უნდა ემსახუროს ადამიანი, არამედ კანონი უნდა იყოს ადამიანის სიკეთეზე მორგებული და ადამიანის სიკეთე არის მისთვის სამართლიანობის მინიჭება, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. და თუ ხდება, რომ კანონის შრალად გამოყენება ეჭქვეშ აყენებს ამდენად სამართალთან გვაქვს საქმე და შეიძლება ადამიანს ამ ზიანის ადგება. რა თქმა უნდა, სამართლიანი გადაწყვეტილება უპირატესია იმ დროს გადახვევა ერთგვარი, ვიდრე კანონის შრალად აღსრულება. და ბოდიში ერთსაც ვიტყვი შოთა, აი იგივე მეძავი ქალი რომ იუყვანეს ეს ივანეს სახარების მერვე თავში აღწერილი, როდესაც ეუბნებიან, რომ ბრუშობაზეა წასწრებული. ანუ ეს იყო ქრიანი ქალი, რომელიც პირდაპირ ღალატში წაასწრეს მას ქმრის და მოსეს რჯულით სიკვდილით დაჟას ექვემდებარებოდა. ანუ ხები ჩაქოლვას. იქ რტყვილი არ უთქვამთ ამათ, მაგრამ ნახეთ მაცხოვარმა აარიდა მას მოსეს რჯულით დადგენილი სასჯელი.
და როგორი მორალური პრინციპით გადაარჩინა, რომ ვინც უცოდველია პირველმა იმანეს როლოს ქვა. ან ნახეთ რის თქმა მინდა, რომ აი აქ არის პრეცედენტები, როცა რჯული ადამიანის საზიანო შეიძლება ყოფილიყო, თუ მას მშრალად გამოიყენებდნენ. და აი ამ ხრივ მაცხოვრმა სამართალი წამოწია წინ. ანუ ჩვენ ნახეთ რის თქმა მინდა, რომ მთელი ძველი აღთქმის ებრაელები თადაგებდნენ რჯულის, ანუ კანონის უზენაესობას და ეს მიაჩნდათ ავტომატურად სამართლის დადგენად. და მაცხოვრმა გამიჩნდა და ნახეთ რა იქადა მაცხოვრმა, არა თუ რჯულის კანონის უზენაესობა, არამედ სამართლის უზენაესობა. და მოდის საბოლოო ჯამში ესე ვთქვათ, რომ მაცხოვრის ჯვარცმის ესეთი მთავარი მიზეზი იყო ის, ვის დაუპირისპირდა რჯულის კანონის უზენაესობას, მიშრალად შესრულებას და ქადაგებდა სამართლის უზენაესობას. რისი მიმღებით იმ დროს ეს ადამიანები ვერ აღმოჩნდნენ. და ჩვენ მახსოვს, რომ ბევრ ქვეყანაში მე მგონი დღემდე ესეა და ჩვენთან ასადრე კონსტიტუციაში ეს იყო კანონის უზენაესობაზე იყო ხაზგასმა და არა სამართლის. თუმცა დღეს თანამედროვე სამართლის ფილოსოფიამ უკვე საქვეყნოდ ასე ვთქვათ აღიარა და დაადგინა, რომ სამართლის უზენაესობაზე უნდა ვისაუბროთ და არა კანონის, ანუ კანონი ეს არის იარაღი, რისის საშუალებითაც ჩვენ უნდა დავადგინოთ სამართლი, მაგრამ არა აბსოლუტური ესეც. და ამით რისი თქმა მინდა ეს შესავალი რატო გავუკეთე, რომ აი მივადგეთ საეკლესიო სამართალს. ანუ საეკლესიო სამართალს აქვს პრეტენზია, მოდი ესე ვთქვათ, თუმცა ამას თავისი ლოგიკური საფუძვლები გააჩნია. რომ ეს არის ის სამართალი, რომელიც სწორედ აი ამ სამართლის ობიექტურობას იცავს და მას აავლენს ადამიანის ცხოვრებაში. ანუ აი საეკლესიო კანონები, რაც არის შექმნილი და რომელიც ასე ვთქვათ იმპერატიულ კანონებად არის მიჩნეული ეკლესიაში, ეს არის ისეთი კანონები, რომლის საშუალებითაც დგინდება აი სამართლის ასე ვთქვათ ნამდვილი სახე. თუმცა ამანაც შეიძლება შეხში შეიყვანოს ადამიანი თუ მას მშრალად გამოვიყენებთ. მამაო, თქვენ უკვე შეეხეთ ფაქტიურად სანამ საეკლესიო სამართალზე გადავიდოდით საერო სამართლის მნიშვნელობას და ვინაიდან საეკლესიო სამართლამდე არსებობდა თავისთავად საერო სამართალი და საეკლესიო სამართლამდე ფაქტიურად საიდანაც საეკლესიო სამართალმა ბევრი რამ ისეს, ხა? ბევრი ცოდნა დაეყნო, დაეფუძნა ფაქტიურად, მაგრამ მორალურ-ეთიკური პრინციპები და დოქტრინალური პრინციპები ქრისტიანული საფუძვლები არის, ქრისტიანული თეოლოგიასთან სინთეზში არის და შესაბამისად საეკლესიო სამართალი როგორც ინსტრუმენტი წარმოიქმნა ეკლესიაში შიდა წესრიგისათვის ამავდროულად. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ფაქტიურად რჯულზე უპირატესი არის სამართალი და რჯულზე უპირატესი არის სიყვარული და რჯულზე უპირატესი თავისთავად არის ადამიანის სწორ გზაზე დაყენება, ამ შემთხვევაში სამართლის მიზნობრიობა არ არის არა პირდაპირ პროპორციულად ადამიანის დასჯა, ეს განსაკუთრებით იგრძნობა საეკლესიო სამართალში. საეკლესიო სამართალში რამდენად ხა მახსენდება არსებობს ესეთი ცნობილი ეკონომიის პრინციპიც, ხო? ჩემი შემდეგ ვინაიდან თქვენ უკვე მიხვედით საეკლესიო სამართალთან და მის განმარტებასთან, საინტერესო იქნება უშუალოდ საეკლესიო სამართლის რატომ დასჭირდა ქრისტიანობას და ქრისტიანულ ეკლესიას საეკლესიო სამართალი და რა ტრანსფორმაცია განიცადა დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ ის თავისთავად დაეყნო რომის სამართალს, შემდგომ ბიზანტიის საიმპერატორო სამართალი ფაქტიურად ადგილობრივი საეკლესიო კრებების და მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილება სინთეზში იყო იმპერიასთან, ასევე რუსეთის იმპერიის და რუსეთის იმპერიის ეკლესიის საეკლესიო სამართალის ასევე სინთეზში იყო, ვინაიდან მართლმადიდებლობა ამ შემთხვევაში იყო სახელმწიფო რელიგია და დღეს უკვე დემოკრატიულ სეკულარულ საზოგადოებაში მოდივართ და ვსვამთ კითხვას გარდა ეკლესიისა ქრისტიანის ცხოვრებაში, მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში რა მნიშვნელობის მატარებელი არის საეკლესიო სამართალი და რატომ გვჭირდება დღეს ჩვენ? ეს ცოტა ვრცელი კითხვა არის, თუმცა აი რომ მოვყვეთ და განსაკუთრებით შემდგომში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთან დღემდე აქცენტის გაკეთება ხდება მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. ეს ერთგვარი ინსტრუმენტიც არის და ფარიც არის გარკვეული ტიპის საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მათ შორის მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან
და საინტერესოა 20-21 საუკუნეში ადამიანი, მათ შორის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ცოტა რთული არის პირველ 1000 წლებში დადგენილი საეკლესიო სამართლის. მე აქ არ ვსაუბრობ დოქტრინალურ საკითხებზე, სამოძღვრო საკითხებზე, ორგანიზაციულ საკითხებზე, რასაც აწესრიგებდა პირველ 1000 წლებში. რამდენად შესაძლებელია აი პირველი 1000 წლეულის ტექსტები, ეს საეკლესიო სამართლის ტექსტები და კანონები დღევანდელმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ პრაქტიკაში გამოიყენოს. აი სადმე ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში და ვიცი რომ ძალიან რთული არის. არ დახვეწილა ასე რომ ვთქვათ საეკლესიო კანონმდებლობა, ესე იმ ფორმით, რას პირველ 1000 წლებში ჰქონდა მართლმადიდებლობას. აი ცოტა ცელი კითხვა, დიახ, შოთა. თუმცა ნაწილობრივ რომ მივყვეთ ნაწილ-ნაწილ. არა, მთლიანი კითხვაა და ძალიან საინტერესო და აქტუალური კითხვა. რაზეც ხშირად იგივე კითხვები უჩნდებათ იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებული ამ საკითხით ან ცხოვრების წესით არის ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში. პირველი მოდი დავიწყოთ იმით, რომ აი ურთიერთმემართება საერო და საეკლესიო სამართლისა. რატო დასჭირდა ეკლესიას ცალკე შეექმნა თავისი სამართალი. მოდი ხაზი ესე გავუსვათ, რომ ესეთი გამიჯვნა, ეს არის ძალიან გვიანდელი პერიოდის მოვლენა. საერო და საეკლესიო სამართლის აი გამიჯვნა და თითქოს ორ სხვადასხვა სფეროს წარმოჩენა, ეს უფრო უკავშირდება უკვე იმ პერიოდს, როცა დაიწყო ერთგვარი სეკულარიზაციის პროცესი ეკლესიისა და სახელმწიფოს. ანუ შეიძლება ითქვას მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20-ის დასაწყისში. მანამდე რასთან გვაქვს მოვლენა? ჯერ თუ ანტიკურ ეპოქას გადავხედავთ, თუნდაც მაშინ, როცა რომის სამართალი ვახსენე, ჰამურაბის კანონები ვახსენე, მოსეს რჯულზე აღარ ვსაუბრობ. მოდი ესე ვთქვათ, მე სამართლის არცზე როცა ვსაუბრობდი და მეტნაკლებად გავამართეთ რა არის სამართალი, მისი წყარო არის ორივესი საეროსის და საეკლესიოსის ერთი, ანუ ღმერთი. მისგან, ანუ და რატო ამბობ ღმერთი, რომ ეს ადამიანის, ეს არის ბუნებითი ჯული, რაც ღმერთმა ადამიანში ჩადო. აი რატოა, რომ ბიბლიაში ვიდრე მოსემდე ჩვენ წერილობითი რჯული არ გვაქვს. იმის გამო, რომ ის რაც ბუნებით ჩადო ადამიანში ღმერთმა, ანუ სანამ ადამიანი თავისი ცხოვრებით თუ სულიერი მდგომარეობით ახლოს იყო ღმერთთან, ეს ბუნებითი ჟულით ხელმძღვანელობდა, რაც ღმერთმა ჩადო ადამიანში, მაგრამ რაც ის უფრო თავისი ცოდვებით თუ თავისი ცხოვრების წესით დაშორდა სულიერად ღმერთს და ნელ-ნელა დაამახინჯა, ასე ვთქვათ, ღმერთისაგან ბოძებული ეს ბუნებითი ჟული და უკვე სუბიექტურად იყენებდა და არასწორად არაობიექტურად თავისუფლებებს, უკვე საჭირო გახდა მისი წერილობითი ფიქსაცია, რაც მოსემ განახორციელა. და იგივე უკვე სხვა ხალხებმა, თქვათ, რომშიც, იგივე ჰამურაბის კანონები და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს გამიჯვნა არ ყოფილა, ანუ ის იყო ერთგვარი კოდექსი რა არის, ანუ გაერთიანება, აი რაც მოსემაც გააკეთა, რომ მოსეს რჯული ეს არ გახლავთ წმინდა სახის საეკლესიო სამართლებრივი ნორმები. მოსეს რჯულში გადმოცემული იყო საერო ცხოვრების წესები, თქვათ, იქ ქურდობაზეც არის საუბარი, კაცის კულაზეც, სისხლის სამართლის დანაშაულზე, სამოქალაქო სადანაშაულზე და მათ შორის ღვთისმსახურებაზე, ღმერთის ამორჩილებაზე, შაბათის დაცვაზე და ასე შემდეგ. ამას არ მიჯნავდა არასდროს. მაგრამ თუ მაინც საუბარს დავიწყებთ, რომ ეკლესიამ რაღაცა შექმნა კანონები, უბრალოდ ცალკე ეკლესიას დასჭირდა რისი კანონები. რომ ის რაც კოდიფიცირებული იყო მათ მოსეს რჯულით, ეს ეკლესიასაც ეხებოდა, ანუ საეკლესიო საზოგადოებასაც და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც. მაგრამ როდესაც სოფლიო კრებების დროს იქნება საეკლესიო კანონები, რატო გახდა საჭირო? რადგანაც უკვე ეკლესია როგორც ცალკე სტრუქტურა, ცალკე ორგანიზაცია ჩამოყალიბდა და სოფლიო კრებების დროს უფრო მასშტაბური გახდა და მრავალფეროვანი იმ გაგებით, რომ დაიხვეწა ღვთისმსახურება, საეკლესიო ცხოვრების წესი, იერარქია და უკვე როგორც ცალკე, ასე ვთქვათ, სახელმწიფო თავის თავში, ის უკვე საჭიროებდა გარკვეულ დამატებით ნორმებს, რაშიც თვითონ სახელმწიფო ვეღარ, ასე ვთქვათ, უხეშად ვერ ჩაერეოდა. ახლა ადამიანმა როგორ იმართულოს, რამდენი ილოცოს ღვთისმსახურებას, რამდენჯერ დაესწროს, მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ამაზე სახელმწიფო კანონებიც არსებობდა, მაგრამ ამის მარეგულირებელი მას თვითონ ეკლესია გახდა. ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, შოთა, რასაც ხშირად ხოლმე ვერ ითვალისწინებენ. სოფლიო კრებების დროს მიღებული კანონებიც, ეს არის კოდიფიცირებული კანონები, ანუ რა, სახელმწიფო და საეკლესიო კანონები, ეს არ გახლავთ წმინდა სახის საეკლესიო კანონები, ისე როგორც მოსეს რჯული. ანუ რა, აი ჩვენ ვიცით, რომ სოფლიო კრებების დროს მიღებული კანონები, ჯერ მოდი ესე ვთქვათ, რომ სოფლიო კრებების მოწვევა არ ხდებოდა კანონების მისაღებად, არამედ ეკლესიაში დოგმატური დავების გადასაწყვეტად. და ამ საშუალებას იყენებდა ეკლესია, რადგან ამდენი სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის მეთაური იყო თავმოყრილი, რომ საეკლესიო კანონმდებლობაზეც და დისციპლინაზეც შეემუშავებინათ კანონები, რომელიც, ასე ვთქვათ, ნახეთ რა,
აი იმპერატორი რატო აწერდა ხელს? ხა ბევრს გონია რომ ამით იმპერატორი ეკლესიისადმი მორჩილებას გამოხატავდა და ამით შემოიფარგლებიან ხოლმე ამ განმარტებით. ესეც იყო, მაგრამ იმპერატორის ხელმოწერა ამავე დროს იყო ერთგვარი ლეგიტიმაციის მინიჭება აი ამ კანონებისადმი. ანუ რა, რომ ყველა ეს კანონი, რასაც სოფლიო კრებაში იმუშავებდა და დაამტკიცებდა საბოლოოდ, ძალმოსილი იყო არა მარტო ეკლესიისათვის, არამედ სახელმწიფო კანონის სტატუსი ენიჭებოდა. სწორედ ეს განაპირობებდა, რომ ამა თუ იმ ერიტოკოს, როდესაც ანათემას გადასცემდა ეკლესია, ცალკე ასანქცირებდა მას სახელმწიფო. იმის გამო კი არა, რომ ეკლესიურად თვლიდა თავს და მორალურად ეს ვალდებულება ჰქონდა. მას სახელმწიფოს წინაშე დამნაშავეთას თვლიდა. სახელმწიფო და ვალდებულიც კი იყო, რომ მას რეაგირება ჰქონოდა ამაზე. შესაბამისად, ჯულის კანონში თავმოყრილ კანონებს აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა იმ პერიოდში, სანამ ის იყო აღიარებული ბიზანტიის სახელმწიფოს მიერაც. დღესდღეობით, როდესაც აღარ არსებობს რომის სამართალი, აღარ არსებობს ბიზანტიის სამართალი, შეიძლება ითქვას, რომ ჯულის კანონს, ანუ იმ კანონს, რაც სოფლიო კრებაზე იქნა მიღებული, აი ეს ერთი ზურგი ჩამოეცალა. და დარჩა ის მხარე, რაც შიდა ეკლესიის მოწყობაზე არის, თქვა, რომელშიც ეკლესიის შიდა მოწყობაზეა საუბარი და რაც ეკლესიის შიდა ცხოვრებას არეგულირებს. აი მოკლე მაგალითს ვიტყვი. მაგალითად, გვაქვს მეოთხე მსოფლიო კრების კანონი, სადაც საუბარია, რომ მონასტერში მიღება არ შეიძლება ეგრეთ წოდებული მონების, თუ მისი პატრონი მას არ გაათავისუფლებდა ოფიციალურად, ანუ გააზატებდა. და თუ ერთადერთი თუ 3 წელი არ მოიკითხავდა პატრონი თავის მონას, ამ შემთხვევაში ის ავტომატურად გათავისუფლებოდა, შეითვლებოდა და შეეძლოთ უკვე მონასტერში როგორც საზმოს წევრი ესე აღერიცხათ, ანუ აღეკვეცათ მონაზვნად, ჩვენ სენაზე რო ვთქვა. ბევრს ეს გონია საეკლესიო კანონი. ეს იყო სახელმწიფო ნორმა, რომ თუ მონა დატოვებდა პატრონის სახლს, გაიქცეოდა უბრალოდ და 3 წელი პატრონი არ მოიკითხავდა, ის ავტომატურად გააზატებულად, ანუ თავისუფლად ითვლებოდა. და აი ეს კანონი გამოიყენა ეკლესიამ თავის ნორმებში, ანუ გაითვალისწინა. მაშინ მოქმედი სახელმწიფო კანონი. ფაქტიურად ისე სახელმწიფოსგან, ვინაიდან ისეც ხარ. ეკლესიას უწევდა იმპერიის წესრიგში ყოფნა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია, რადგანაც თან მით უმეტეს უკვე ქრისტიანულ სახელმწიფოზე გვაქვს ჩვენ საუბარი, მანამდეც ახლა არ იყო ეკლესია ოპოზიციაში სახელმწიფოსთან და მანამდეც კანონმორჩილი იყო და თავის წევრებს ყოველთვის მოუწოდებდა სახელმწიფო კანონმდებლობის მორჩილებისადმი, გარდა იმ მოთხოვნებისა, რაც უკვე უფლის საპირისპირო იყო. მით უმეტეს, როცა უკვე ქრისტიანული გახდა ბიზანტიის იმპერია, მთლიანად რა თქმა უნდა სახელმწიფო ნორმების გათვალისწინება მოუწია, თუმცა თავის მხრივ სახელმწიფომაც გაითვალისწინა ეკლესიის მორალური მოთხოვნები და ასახა თავის კანონმდებლობაში. ან ერთგვარი სინერგია შედგა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ეხლა დღევანდელი გადმოსახედით ეს ბევრისთვის მოსაწონიც არ იყოს და რა თქმა უნდა დღევანდელ ეპოქას ეს ბოლომდე არ პასუხობს, მაგრამ იმ დროისათვის ეს იყო აბსოლუტური ნორმა, რომ აი ამ მხრივ შეიძლებოდა აბსოლუტური ჰარმონიული წყობა და ურთიერთობა ჩამოყალიბებული იყო სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. თუმცა 1917 წელს ქართველმა ავტოკეფალისტებმა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა ადამიანებმა, საერო და საეკლესიო პირებმა გამოაცხადეს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, კვლავ აღადგინეს ფაქტიურად საქართველოს საეკლესიო თვითმყოფადობა და აქედან იწყება ახალი ეპოქა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. და ძალიან საინტერესო არის, რომ რამდენჯერმე 1917 წლის შემდგომ შეიქმნა და დამტკიცდა საეკლესიო კრების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომელიც სულმუდამ იცვლებოდა. მართვა-გამგეობის დებულება ეს არის თუ როგორ უნდა წარიმართოს საეკლესიო ცხოვრება, ეპარქიალურ დონეზე, სამრევლო საბჭოს დონეზე, თვითონ კათალიკოსის უფლებები, საეკლესიო კრების უფლებები, მოვალეობები და ასე შემდეგ. და ამავდროულად არსებობდა საკათალიკოს საბჭო 1917 წლიდან 2 ათეული წელიწადი თუ სწორად მახსოვს, რომელიც წარმოადგენდა ერთ-ერთ ინსტიტუციას კათალიკოსის გვერდით, რომელიც კათალიკოსთან ერთად წარმართავდა საეკლესიო ცხოვრებას და ამ საკათალიკოს საბჭოში იყვნენ წარმოდგენილი საერთო სასულიერო პირები. ისინიც ქმნიდნენ კანონებს ესე ამავდროულად. საინტერესო იქნებოდა ამის შესახებაც, რომ ვისაუბროთ, რომ 1917 წლიდან ძალიან ესე კონკრეტული კითხვით რომ გადმოვიდე, როგორ ირჩეოდა საეკლესიო სამართალი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში? როგორ ფორმირდა საეკლესიო სასამართლო და მეორე საკითხი ამავდროულად, შეიძლება საეკლესიო სასამართლო იყოს ფორმირებული
ის ასევე საეკლესიო სამართლის წარმოებაც იყოს ფაკულტეტის საეკლესიო სამართლის, იქნებოდეს კონტექსტუალური შესაბამისი მართვა-გამგეობის დებულებები თუ ასე თუ ისე ბრძანებები, რომლებიც სამართლის საეკლესიო კანონმდებლობის წონა ჰქონდეს, თუმცა ქმედებაში საეკლესიო ცხოვრების ქმედებაში არ აისახებოდეს. ეს მეორე კითხვა იქნება, ჩემი ეს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნო შოთა, რომ ბიზანტიის დაცემის შემდეგ გარკვეული ეკლესიები ამ ბიზანტიურ სამართლებრივ გაგებას და აზროვნებას დაცილდა და ჩვენ ვიცით, რომ ისტორიის ასპარეზზე შემოდის მესამე ქრისტიანული იმპერია, საგახლავთ რუსეთის იმპერია, რომელმაც პირდაპირ თუ არა ირიბად ერთგვარად გადაიბარა სამყაროში მართლმადიდებელი იმპერიის ფუნქცია, რომელსაც ასე ვთქვათ, ერთგვარი კურირება უნდა გაეწია ქრისტიანულ სამყაროზე. ირიბად, თუმცა ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ ეს უფლება კვლავ შერჩა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავდა, რომ სხვა ეკლესიების ავტოკეფალიები ან გაუქმდა, ან უფლებები დაკარგეს, მაგრამ ერთგვარი თქვათ პირველობის სტატუსი, თქვათ, როგორც უპირატესი თანასწორთა შორის, რა თქმა უნდა, მას ეს სტატუსი კონსტანტინოპოლის ეკლესიას და მის მეთაურს არასდროს არ დაუკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტია გაქრა და რომის სამართალიც გაქრა, ასე ვთქვათ, უკვე მე-15 საუკუნიდან, 1453 წლიდან. მას შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერიამ ერთგვარად იმემკვიდრა პასუხისმგებლობა ქრისტიანულ სამყაროზე, მან თავისი განსხვავებული, ასე ვთქვათ, სტილი შექმნა თეოლოგიაში, ზოგადად მათ შორის საეკლესიო სამართალში. მე ვერ ვიტყვი, რომ რუსული საეკლესიო სამართალი კონკრეტულად ამ სეგმენტში შევეხები, განსხვავებულია რადიკალურად ბიზანტიური სამართლებრივი გაგებისაგან. ეხლა კანონები ახალი არ შეუქმნია და რა თქმა უნდა, მისთვისაც ჯულის კანონი იყო, ანუ სოფლიო კრებები, აკრებიული კანონები, მაგრამ მათი განმარტება, მათი გაგება, რა თქმა უნდა, განსხვავებული შემოიტანა. და რა არის ეს განსხვავება? უფრო იურიდიული გაგება შემოიტანა მათი, ვიდრე ესეთი ეკონომიური და ღვთისგანგებულებით, ანუ უფრო მკაცრი და უფრო მშრალი. აი, რასაც შეიძლება ეთქვას, მათ სხვარი ეწინააღმდეგებოდა სახარებისეულად და უპირისპირდებოდა აი მერჯულეობას, ხო, გარკვეული ერთგვარი მერჯულეობის სახე უფრო მიიღო საეკლესიო სამართლებრივ ნორმებმა, ვიდრე ღვთისგანგებულებითი, ვიდრე ასე ვთქვათ, აი სამართალი ან ვიდრე ისე, რომ სამართალი დგინდებოდეს აი ამ კანონების საშუალებით. მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ახლა საქართველოს როცა გაუქმდა სახელმწიფოებრიობა, გაუქმდა ავტოკეფალია და მისი შემადგენელი ნაწილი გახდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია თითქმის 100 წლის განმავლობაში, ისიც აი ამ გავლენების ქვეშ მოექცა. მაგრამ მიუხედავად ამ გავლენებისა, შეიძლება ითქვას შოთა, რომ 1917 წლის შემდეგ, როდესაც აღდგა ავტოკეფალია და შეიქმნა პირველი დებულება 1917 წლის, მერე კიდევ უფრო გავრცობილი დებულება 1920 წელს საქართველოს გაფართოებულ საეკლესიო კრებებზე. მე პატრიარქის მართლაც აიწყალობით და დიდი მადლობელი ვარ ამის, რომ ფრაგმენტულად ამ ეტაპზე მომეცა საკათოლიკოსო საბჭოს ოქმების გაცნობის საშუალება და ჩემდა გასაოცრად მინდა აღვნიშნო, რომ აი ესეთი ნორმებია გაწერილი და ვთქვათ ისეთი დადგენილებები და კანონები ისეთი ფორმითაა მიღებული, რაც პირდაპირ ასე ვთქვათ თანხმობაში მოდის ბიზანტიურ ნორმებთან, არა რუსულთან, არამედ ბიზანტიურ ნორმებთან. და ეს რამ განაპირობა, რომ აი ეს ხალხი, ვინც თავდაპირველად აი ამ საქმეში მონაწილეობას იღებდა, ყველა მათგანს ჰქონდა აკადემიური განათლება მიღებული. და შეიძლება ითქვას, რომ აი იმ დროს ბიზანტიის იმპერიას ერთ-ერთი დადებითი რაც ჰქონდა, ეს იყო ძლიერი სკოლა თეოლოგიური, რომელიც არსებობდა პეტერბურგში. რაულ ხრივ სხვადასხვა მიმართულებით იყო ძლიერი, მაგრამ აი ეს სასულიერო სასწავლებელი იყო ერთ-ერთი ძლიერი. იქ სერიოზული კალიბრის მეცნიერები იყვნენ, სერიოზული კანონისტები, რომელმაც იცოდნენ 10, 15, 18 ენა, ეს ასე ვთქვათ, როგორც ნორმა, ესე იყო მათში. ყოველ შემთხვევაში ეს იმათი აღსარდელი ხალხი იყო და კარგად იცნობდნენ ბიზანტიურ თეოლოგიას, ბიზანტიურ კანონმდებლობას, ბიზანტინისტიკას ზოგადად და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში შექმნეს ბიზანტიური სტილის სამართლებრივი ნორმები. არა ესეთი მშრალი და არა იურიდიული. მეტნაკლებად ეს გავლენებიც არის, მაგრამ ძირითად ნაწილში ეს არის სულთა ბიზანტიური სტილის კანონები. ეს ძალიან უნიკალური ორგანო იყო ჩვენს ეკლესიაში, რასაც საკათოლიკოსო საბჭო ეწოდება, რაც პირდაპირ თანხმობაში მოდის ეკლესიის სინოდურ მმართველობასთან და რომელიც არსებობდა ვიდრე პატრიარქ ნისტეფორე ცისქიშვილამდე. ანუ ეს შეიქმნა კირილ მეორის დროს,
მან თავისი უფრო დიდი განვითარებას მიაღწია ამ ორგანომ პატრიარქ ლეონიდეს დროსა და ამბროსის დროს და უკვე ერთგვარი დაღმასვლა განიცადა და ერთგვარი შეზღუდვა, ну ალბათ უკვე რუსეთის იმპერიის კი არა, უკვე კომუნისტური რეჟიმის ხელისუფლების ზეწოლით დავარაუდოთ, რომ დავიწროვდა ეს ორგანო და მანამდე საკათალიკოზო საბჭო ერქვა, მას ეწოდა კათალიკოზის თანა საბჭო, ანუ უკვე პატრიარქს პერსონალურად მიენიჭა ერთგვარი უპირატესობა და რა თქვათ ესეთი დემოკრატიული სტილი აღარ იყო. და შეიძლება თქვას პატრიარქ კალისტრატეს დროიდან უკვე ძალიან ეფექტიური გახდა ეს. ანუ ერთგვარად ერთ პიროვნულ მმართველობაზე გადავიდა ჩვენთან ეკლესია. რისი თქმა მინდა, იცით რა არა შოთა, რა თქმა უნდა თეორიულად თუ ვიმსჯელებთ ამაზე, ეს არასწორია და აცდენა ერთგვარად ბიზანტიური და ზოგადად მართლმადიდებლური საეკლესიო სამართლებრივი სულისკვეთებისაგან და ნორმებისაგან. თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ცოტა ფრთხილაი უნდა ვიყოთ ამის განკითხვაში, ჩვენ არ ვიცით იმ ეპოქაში შეიძლება ესეც იყოს საჭირო, რომ ეკლესია ესეთი მართლობის სტილზე გადასულიყო. მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ დღეს, თქვათ, ჩვენს თანდროვე ეპოქაში, მე ფიქრობ, რომ მიდის კიდეც ჩვენი ეკლესია ნელ-ნელა ამისკენ და მოთხოვნაც არის, რომ ნელ-ნელა უნდა აღდგეს ის ნორმები, თუნდაც მართლობით სისტემაში, რაც ეს დადგენა ჯერ კიდევ ბიზანტიურ ეპოქაში ჯულის კანონის მიერ და რაც იყო იგივე ჩვენთან ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ. მოდი ესე თქვა ცოტა უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, რომ ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არც გვჭირდება. ჩვენ ესეთი ორგანოები გვქონდა. უბრალოდ შეიძლება გარკვეული კორექცია განიცადოს და პირდაპირ აღდგეს ის სისტემა, რაც თქვათ მანამდე არსებობდა. მამა, აი თქვენ ახსენეთ სინოდალურობა და მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის დასავლეთის ეკლესიისაგან, რომის კათოლიკური ეკლესიისაგან ასობრივად განსხვავდება სწორედ მოწყობით და მართვა-გამგეობით. გარდა ავტოკეფალურობისა, რომელიც მოიაზრებს ნაციონალურ ეკლესიებს არა ეროვნული ნიშნით, ხა ნაციონალურს ვეძახით, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის იურისდიქცია კონკრეტული ამა თუ იმ ავტოკეფალურ ეკლესიას, სადაც სხვადასხვა ეთნოსის ადამიანები ერთი ეკლესიის ერთი კონკრეტული კათალიკოსის ან მიტროპოლიტის ომფორს ქვეშ არიან, თუმცა ეთნიკურობა შერეულია, ну შეიძლება ამა თუ იმ რეგიონში იყოს უმრავლესობა, მაგალითად საქართველოში ქართველი მართლმადიდებლები და რუსეთში რუსი მართლმადიდებლები, რუმინეთში რუმინელი მართლმადიდებლები. თუმცა რაც გამოარჩევს, ეს არის მართლობითი სტილის სინოდალურობა, რომელიც მოდის პირველი 1000 წლეულიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში და კრებსითობა ამავდროულად. აი, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, რომ აი ამ ტერმინს რო გავყვეთ, განმარტოთ და რა მოიაზრებს სინოდალურობა და სინოდალურობასთან ერთად ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი ეს რაღაცა ერთგვარი აი დღევანდელ თანამედროვე სამყაროსთან რომ ჩვენ სულ საუბრობთ რომ ჩვენ გვინდა პოლიტიკური წესრიგი ეს იყოს დემოკრატიული წესრიგი რაღაც ფორმით მართლმადიდებლობაში ეს ასახული იყო ალბათ თუ კარგად ეს მუშაობდა ზოგჯერ არ მუშაობდა სხვადასხვა ეპოქაში ხო აი სინოდალურობის მნიშვნელობაზე რომ რამდენიმე სიტყვით რომ გვესაუბროთ და ამავდროულად ძალიან საინტერესო არის საეკლესიო სასამართლოს ფორმები. როგორ არსებობს იგივე კონსტანტინოპოლში, საქართველოში, რუმინეთში და რატომ არის საჭირო საეკლესიო სასამართლო დღეს? ორი საერთოდ დავასრულოთ. პირველი რაც შეეხება ეკლესიის სინოდალურობას, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ეკლესიისათვის როგორც არტერიული მნიშვნელობის საკითხი, რომ აი ამით გამოირჩევა მართლმადიდებელი ეკლესია სხვა საეკლესიო გაერთიანებებისაგან, ერთ-ერთი წამყვანი. და სინოდალურ მმართველობას საფუძველი ჩაეყარა მოციქულთა დროიდან. ჩვენ ჯერ კიდევ საქმე მოციქულთაგან ვიცით, როდესაც მოციქულთა შორისაც გაჩნდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იუდეველს ქრისტიანებსა და წარმართ ქრისტიანებს შორის, თქვა წინადაცვეთაზე და ასე შემდეგ, იქ რომელიმე კონკრეტული მოციქულის ავტორიტეტის დონეზე კი არ გადაწყდა ერთპიროვნულად, არამედ მოხდა შეკრება იერუსალიმში დაახლოებით 59 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით. და ერთობლივად იქნა გარკვეული სადავო საკითხები გადაწყვეტილი და საერთო ნორმების, ასე თქვათ, გამოტანა. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე მოციქული საკმაოდ ავტორიტეტი იყო მოციქულთა შორის, პავლეც არანაკლებად ავტორიტეტი იყო, მაგრამ ერთპიროვნულ დონეზე არ გადაწყდა. და რატო იქნა ეს შემოტანილი? ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა, ანუ ისა საფუძველი. ერთი, რომ ეკლესიის თავი არის თავად განკაცებული მაცხოვარი იესო ქრისტე და ის არის ერთადერთი უშეცდომო
სხვა ადამიანები, მათ შორის მოციქულები, რომლებიც თუნდაც რომ ფიზიკურად ეხებოდნენ მაცხოვარს და პირდაპირ შეხება ჰქონდათ, პირდაპირ ისმენდნენ მისგან, ადამიანთა შორის არავინ არ არის უშეცდომო და თუნდაც სუბიექტური შეხედულებებისაგან დაზღვეული. ამიტომაც ორი პრინციპია, რომ ერთი რომ ეკლესიამ თავად მაცხოვარი არ ჩაანაცვლა ადამიანის პიროვნებით და მეორე უფრო ასე ვთქვათ, რაც კარგად გამოხატავს აი ამ პრინციპს სამართლიანად, რომ ვერც ერთ ადამიანზე ვერ ვიტყვით, რომ ეს არის სრულყოფილი, რომელიც უშეცდომოა თავის შეხედულებებში, თავის აზრებში, თავის დადგენილებებში. ანუ კრეფშითობის პრინციპი არის ერთ-ერთი გარანტი, რომ მაქსიმალურად ობიექტური გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი. და აი ბოლო კითხვა მექნება დღევანდელი თვალსაჩინოებიდან როგორ ხედავთ ეგ საეკლესიო სამართლის პროცესებში ერის ადამიანს მათ შორის აი სინოდალურ პროცესებში რიგითი აქტიური მართლმადიდებელი ქრისტიანების იგივე დიაკვნების დაბალი სასულიერო რანგის ასე ვიტყვი ასეთი მათ შორის ერის ადამიანების ჩართულობა საეკლესიო ცხოვრებაში რამდენად აქვთ მათ შესაძლებლობა ვინაიდან ჩვენ საკათოლიკოს საბჭოს გამოცდილება ვიცით რომ იქ იყვნენ ვასილი ბარნოვი, იპოლიტე ვერთაგავა, ჯავახიშვილი, ესეთი ბუმბერაზი ადამიანები, თავისი ცოდნით ხა. ინგოროყვა და ასე შემდეგ. და ეს იყო რაღაცა ძალიან კარგი თანამშრომლობა სამოქალაქო ინტელექტუალური ძალის და საეკლესიო ინტელექტუალური ძალის, რომელიც მუშაობდნენ საეკლესიო ეკლესიისათვის და მათ შორის საზოგადოებისათვის, ხო? და შემდგომ თქვენ ახსენეთ ასე სინოდალურობა და სინოდალურობა განსხვავებით ახლა ბიზანტიურ ბერძნულ საპატრიარქოებში სრულად მოაზრებულია მარტო რამდენად ვიცი მღვდელმთავრები, ანუ ეპისკოპოსების სინოდი. აი სადღაც ჩემი ესე სუბიექტური აზრია რომ სადღაც რაღაცა უსამართლობის მომენტიც არის რომ სრულად გარიყული არის იგივე სასულიერო პირი, მღვდელმსახური, მღვდელი, დიაკონი, მონოზონი ან ერის ადამიანი. და ამის გამოცდილება თუ არსებობდა ადრეულ ეკლესიაში, მათ შორის ბიზანტიის იმპერიის, რუსეთის იმპერიის ეკლესიაში, ვინაიდან იგივე მართვა-გამგეობის დებულებას ჯერ კი კირიონის და ლეონიდესას თუ გადავხედავთ, იქ არის წარმომადგენლობაც კი ყავდათ საეკლესიო კრებაზე უნივერსიტეტსაც, ივან ჯავახიშვილის უნივერსიტეტს თავის წარმომადგენლობა ყავდა, რომ თავის სიტყვას ამბობდნენ ეკლესიის წინაშე. რაღაც ფორმით დემოკრატიული, გაცილებით დემოკრატიული ორგანო იყო და არ იყო ფორმირებული და არ იყო ფორმულირებული მხოლოდ მღვდელმთავრების მხრიდან. ანუ საბოლოო სიტყვა არ იყო მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ათეული მღვდელმთავარზე დამოკიდებული, არამედ უფრო შერეული ჯგუფი იყო წარმოდგენილი. ამ კუთხით რა შეგიძლიათ, აი რამდენად არის დღეს მაგალითად შესაძლებელი, ვინაიდან ჩვენ ვიცით რომ საბერძნეთში ან კონსტანტინოპოლში ესე არ არის, ხო? იქ არიან თავისთავად ვისაც მიაქვს პრობლემა სინოდამდე, ის ერის ადამიანიც იქნება საეკლესიო სამართლის სპეციალისტიც, მღვდელიც და მონოზონიც, თუმცა უშუალოდ იქ წარმოდგენილები არ არიან და ამ კუთხით რა შეიძლება რო გითხრათ, ჩემი ბოლო კითხვა იქნება. მოდი ესე ვიტყოდი შოთა სამართლიანობისთვის რომ ითქვას, ეკლესიის ადრეული ეპოქიდანვე უკვე ჩვენ გვაქვს გარკვეული კანონები, სადაც ერთგვარი დისტანცირება ხდება ერის ხალხისა საეკლესიო გარკვეული სტრუქტურული მმართველობითი ორგანოებისაგან. თუნდაც საეპისკოპოსო არჩევნებში მონაწილეობისაგან, სამღვდელო კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობისაგან, ლაუდეკის კრების ეს მე-4 საუკუნეა, მე-5, მე-10 კანონები პირდაპირ ამაზე მეტყველებს და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, იმიტომ ეკლესია იხვეწებოდა, იზრდებოდა და საჭიროება აღარ იყო და ერთგვარად არა მარტო იმის გამო, რომ საჭიროება აღარ იყო. ერის ხალხის მენტალობას და ფსიქიკასაც ურთქლდებოდა ეკლესია, რომ თუნდაც შიდა, ასე ვთქვათ, სამზარეულო საკითხები, რაც შეუხერხული საკითხები ყოფილიყო, არ გამოსულიყო ერის ხალხის დონეზე, რასაც შეიძლება გამოიწვია, ანუ ეკლესიის ავტორიტეტის დაკნინება ერის ხალხის თვალში განკითხვა და თუნდაც ცალკეული სასულიერო პირების საჯაროდ რეპუტაციის შელახვა. რასაც ეკლესია ერთგვარად უფრო ზნეობრივი კუთხით უყურებდა ამას და ამას თავისი ახსნა და ლოგიკა ჰქონდა. ეს ცალკე თემა. მოდი ასე ვთქვათ, რომ საეკლესიო მმართველობითი ორგანოები არის სხვადასხვა ინსტანციის. შოთა ყველაზე უმაღლესი ინსტანცია, წეღანავ თქვით, ეს არის ეკლესიის სინოდი, ანუ კრება სრული ეპისკოპოსებისა
და ასევე ეკლესიის გაფართოებული კრება. აი რაც შეეხება ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელიც ყველაზე უმაღლესი მმართველი ინსტანცია ადგილობრივ ეკლესიაში, იქ დღემდე ჩვენს დებულებაშიც გაწერილია, რომ ყველა ეკლესიის ყველა წევრი იყოს მონაწილეობას, სასულიერო პირიც, მონაზონის ერის ადამიანიც. სამღვდელობა, მონაზონი, ერის ადამიანი. სხვა უფრო დაბალი რანგის მმართველობით ორგანოებში, როგორც არის თქვა სინოდი, ან საკათოლიკოსო საბჭო, ესეთი ახლა დღესდღეობით არ გვაქვს, ან საეკლესიო სასამართლო, იქ პირდაპირ ის ხალხის მონაწილეობაზე ჩვენ ამაზე ხაზგასმა აღარ გაგვაჩნია. და უფრო მეტიც, რაც აღარ აღნიშნე, საბერძნეთშიც, სოფლიო საპატრიარქოშიც ერის ხალხი პირდაპირ ესეთ ორგანოებში მონაწილეობას არ იღებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ მაღალი კალიბრის პროფესორები ხავთ იგივე საეკლესიო სამართლის სფეროში. ბერძნებს მით უმეტეს, მათ შორის რუსებსაც. საქმე რაშია, რომ ამ ორგანოებში უბრალოდ პასუხისმგებელი პირები, ვინც ხელს აწერს დოკუმენტაციას, ანუ განაჩენის გამომტანი, არიან იერარქები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ მუშაობის პროცესში დაბალი რანგის სასულიერო პირები არ იღებენ მონაწილეობას, სამდღაც ერის ხალხი, რომლებიც საკმაოდ ლომის წილს ასრულებენ. შეიძლება ითქვას, დოკუმენტაციას თლიანად ისინი ადგენენ, ისინი ეხმარებიან მღვდელმთავრებს ამ დოკუმენტაციის მომზადებაში, საეკლესიო სასამართლო იქნება თუ სინოდის მუშაობა მათ წარმართვაში და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ ეხლა ვერდიქტი გამოაქვს ეპისკოპატს, იმიტომ რომ ეკლესიისაგან მათ აქვს მინიჭებული უფრო მოსილება, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანონ ეკლესიაში ნებისმიერ საკითხზე. აი ამ მხრივ ეხლა რაც შეეხება საკათოლიკოსო საბჭოს, ერის ხალხიც იყო გაერთიანებული, რა თქმა უნდა, დღესაც თუ შეიქმნება ესეთი ორგანო, ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს, რომ სამუშაო პროცესში ერის ადამიანმაც მიიღოს მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შეიძლება ეს არ იყოს მუდმივი წევრი, მაგრამ განსახილველი საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე შეიძლება შესაბამისი დარგის სპეციალისტი მოიწვიოს ჯერადად და ასევე იყოს, რა თქმა უნდა, ჩართული უფრო დაბალი იერარქიული საფეხურის სასულიერო პირები, მღვდლები, დიაკვნები, ვინც თქვათ არის კომპეტენტური, ვინც დაეხმარება ეპისკოპოსებს, ისევე ეკლესიას შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში ან პროცედურის წარმართვაში. მაგრამ ვერტიქტის გამომტანი ესენი ვერ იქნებიან, იმიტომ რომ ეკლესიაში მათ არ აქვს უფრო მინიჭებული, ეს თვითონ საეკლესიო კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ ეს არის ეპისკოპატი, ყველაზე უმაღლესი მმართველი ორგანო ეკლესიაში. არა ცალკეული ეპისკოპოსი, ესეც მინდა აზიგას, არამედ ეპისკოპატი, ანუ კრებსითობა, აი ეს მნიშვნელოვანი. ისე რომ ამასაც სწორი გააზრება სჭირდება. ვინაიდან საეკლესიო სამართლის და საეკლესიო სამართლის წარმოების პროცესი და მისი ისტორია, მიზნობრიობა, არსი ძალიან ისეთი ფართო ცნებაა და ჩვენ ამას ერთ პოდკასტში ვერ ამოწურავთ, მამო. და საკმაოდ ხანია რომ საუბრობთ, ამიტომ მინდა რომ პირველ რიგში დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ დრო გამონახეთ და ჩაგვერთეთ და ჩვენს კითხვებს უპასუხეთ და ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მომავალ შეხვედრამდე და აუცილებლად შემდგომშიც ამ მიმართულებით, რომელიც ეს სოდენ სჭირდება როგორც თვითონ ეკლესიას, მართლმადიდებელი ქრისტიანებს დღეს ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დისციპლინა, რომელიც იგრძნობა და ჩვენ საუბარშიც აღვნიშნეთ, რომ ამის ნაკლოვანობას განვიცდით ჩვენ ზოგადად მართლმადიდებელი ეკლესია და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისათვის ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ სამართლის ცნება იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანს და თვითონ ადამიანი არის სამართლიანობის მაძიებელი, როგორც სოციალური არსება, ამაზე ფილოსოფიური პერსპექტივიდან სამართლის მაძიებელი და შესაბამისად ეს ეკლესიაც არასოდეს არ გაურბოდა ამ გამოწვევას, რასაც სამართლიანობა ჰქვია, მაგრამ შეხედულებები შეიძლება საერო სამართალს და საეკლესიო სამართალს შორის განსხვავებული იყოს, მათ შორის მორალურ-ეთიკური წარმოდგენებთან მიმართებაში, თუმცა ეკლესია ყოველთვის მოიხმობს აწ უკვე დაგროვილი ცოდნას, რაც გააჩნია მის 2000 წლოვან ისტორიაში და შემდგომ ცდილობს როგორც ეკონომიის დაკრიბის პრინციპები მოიხმეთ, ამას ემატება ის მე-19 საუკუნეში, 21 საუკუნეში შექმნილი ცოდნა საეკლესიო დადგენილებები, რომელიც არის მუდმივად ცოცხალია, მუდმივად პროცესშია საეკლესიო სამართალი, საეკლესიო სამართლის წარმოება და ხშირად შეიძლება წინააღმდეგობაშიც კი იყოს ადგილობრივი ეკლესიების ესა თუ ის გადაწყვეტილებების რიგ საკითხთან დაკავშირებით და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკლესია თავისი წევრებით
მაღალი იერარქიიდან დაწყებული, დამთავრებული მედავითნით, მნათეთი თუ აქტიური მორწმუნეთი და სამრევლოებით არის ცოცხალი ორგანიზმი. და სუნთქავს სწორედ ამ პროცესისათვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია საეკლესიო სამართალი. ეთანხმები სწორი განსაზღვრება. დიდი მადლობა მამაო და კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა რომ მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. გაიხარეთ.